ამის სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა আজ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ გილოცავთ დღევანდელ დღეს გილოცავთ მარხვის დასაწყის მარხვა ნამდვილად არის დაანიჭებს ადამიანს სულიერ სიხარულს ერთ-ერთი საუკეთესო დროა მთელი წლის განმავლობაში ჩვენ ახლა დიდი მარხველები და დიდი მოღვაწეები არა ვართ თანამედროვე ეპოქის ადამიანები მაგრამ შინაგანი სიხარული ყველა ადამიანს აქვს ყველა გრძნობს რაღაც სულიერ სიხარულს საერთოდ სიხარული ჩვენი დროისთვის ჩვენი ეპოქისთვის იშვიათობაა და ეს არის საჩუქარი, ღვთის საჩუქარია. როცა აი ამ ნაცრისფერ სამყაროში, ნაცრისფერ სულიერებაში ადამიანს აქვს ასეთი ჩუმი სულიერი სიხარული. და ეს არის მარხვის წყალობა, მარხვის მადლი. უძველესი დადგენილებაა მარხვა. ესე იგი 60-ში წმინდა მამები ესე ამბობენ, 60-ში მიეცა ადამიანს, წარმოიდგინეთ, 60-ში. როდესაც ადამიანს ჰქონდა ერთობა ღმერთთან, სულიწმინდის მადლში ცხოვრობდა ადამიანი. ეს არის არა ადამიანის ნამდვილი არსი, ნამდვილი ცხოვრება, მადლთან თანაზიარება, მადლით ცხოვრება, ღმერთთან თანამყოფობა. ამაში ცხოვრობდა, მაშინ ჭირდებოდა მარხვა ადამიანს. მით უმეტეს დღეს ჭირდება ადამიანს. იმიტომ რომ სათნოყოფა ღვთისა, მარხვის და ლოცვის გარეშე შეუძლებელია. შეუძლებელია, ტყუილია, იტყვილეს ადამიანი საკუთარ თავს, თუ კი ფიქრობს, რომ ის კარგი ადამიანი იქნება, კეთილი ადამიანი იქნება, მარხვის გარეშე, მოღვაწეობის და ლოცვის გარეშე. რადგან დაცემის შემდეგ ასე ამბობს, ასე ასწავლის ეკლესია. ადამიანის სულიერ მდგომარეობაში შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის წვდიადი. რაღაცა პატარა გამონათებები აქვს ადამიანს სულიერი თვალსაზრისით, მაგრამ ის ცხოვრობს წვდიადში. ცოდვის წვდიადში, ამაოების მიწიერი მიზიდულობის წვდიადში. წმინდა გრიგოლ პალამა ასე ლოცულობდა, წარმოიდგინეთ, როგორი მამა იყო, რომელსაც ჰქონდა ხელთუქმნელი ნათელი, ამასთან თანაზიარება, უწყვეტი ლოცვა, უდიდესი მამა არის წმინდა გრიგოლ პალამა. მთელი ცხოვრება ლოცულობდა, ღმერთო, განმინათლე ჩემი წვდიადია. და შეიძლება როცა ადამიანის სულიერ წვდიად შეიმან სიკეთე, რა თქმა უნდა, სიკეთეს აკეთებს დღეს ადამიანებში უფრო ნაკლები ეს იყო, ადრე უფრო მეტი იყო ეს ქრისტიანული ინერციის გამო. მაგრამ ყველა სიკეთე, რომელსაც არ ახლავს შინაგანი ღვთისნიერება, შინაგანი სულზე ზრუნვა, ცოდვათან ბრძოლა, მადლის გაცისკროვნება, ყველა სიკეთე არის ნაკვლევანი და შეზღუდული. და მხოლოდ ის სიკეთეა, როდესაც ადამიანი აი ეს წვდიადი ნათდება, შემოდის მადლი, წყალობა, სიკეთე და ადამიანი თვითონ ღებულობს აი ამას, მერე შეუძლებელია მადლის შეჩერება ადამიანში და ის გასცემს ამ მადლს. აი ესეთია ქრისტიანული მადლი და წყალობა. ჯერ უნდა განათლდეს ადამიანის სული და მხოლოდ შემდეგ შეუძლია მან რომ აღასრულოს ცხოვრება სიკეთით. ასე რომ მარხვა უდიდესი შემწეა, უდიდესი დამხმარია, უდიდესი მეგობარია ჩვენი. მაგრამ ჩვენ გვყავს მეგობრები, მაგრამ გვყავს მტრებიც. და დღევანდელ აი ამ მტერზე, აი ამ წინააღმდეგობაზე გვესაუბრება მაცხოვარი და დღევანდელ იგავში უგუნური მდიდრის შესახებ გვაუწყებს ჩვენ თუ რა არის ეს მტერი, ეს არის მიჯაჭველობა
მიჯაჭველობა თავისთავად არასწორი სიყვარულია, ქმნილისა, საკუთარი თავის, ეს არის არასწორი გამოყენება სამყაროს, იმიტომ რომ სამყაროში არსებობს ასეთი პრინციპი, უნივერსალური პრინციპი. ღმერთმა სამყარო შექმნა ადამიანისათვის, მაგრამ ადამიანი შექმნა ღვთისთვის. თუ ეს პრინციპი სრულდება, მაშინ ადამიანი ცხოვრობს კოსმიურ ჰარმონიაში, ღმერთთან თანამყოფობაში. მაშინ მისი ცხოვრება ამ ქვეყნიური კეთილდღეობით მიმდინარეობს. იმიტომ რომ წმინდა მამები ამბობენ, ყველაფერი ჩვენთვის შექმნა ღმერთმა, მაგრამ არაფერი არ უნდა უფლობდეს ადამიანის გულსა და გონებაზე. ადამიანის გული და გონება ეს უნიკალური მოვლენა, სული. ამაზე უფრო დიდი მთელი სამყარო არ არის ადამიანის სულზე უფრო დიდი. მხოლოდ ღმერთს უნდა იკუთვნოდეს, იმიტომ რომ მასთან არის მასში ღებულობს ის სიცოცხლეს, მასში ღებულობს ენერგიას, მასში ღებულობს იმ სიცოცხლეზე თანაზიარებას, რომელიც ღმერთს აქვს. და პირიქით, როდესაც ადამიანი და რა არის მნიშვნელოვანი წმინდა თეოფანი დაყუდებული ამბობს, რომ ადამიანი როცა შეიქმნა, მას ჰქონდა ძლიერი ღერძი. ეს ღერძი იყო ღვთისმოსაობა. ეს ღერძი იყო ღმერთთან თანამყოფობა. და როდესაც დაეცა ადამიანი, დაინგრა ეს ღერძი და ადამიანში გაჩნდა სხვა 1000 ღერძი. და ამიტომაც არის, რომ ადამიანი ასე აკერპებს ყველაფერს, რაც მის გარშემოა, ყველაფერი უფლობს მასზე, ყველაფერი მთავარია, ყველაფერი მნიშვნელოვანია მისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანის ღმერთისა და მარადიული ცხოვრების გარეშე. მე წაგიკითხავთ დღევანდელ სახარებას, როგორც ყველა სახარება არის დღევანდელი სახარება სარკეა, მხოლოდ ამ სარკეს შეუძლია აჩვენოს ადამიანს საკუთარი თავი. ყველა დანარჩენი ხედვა ადამიანისა არასწორია. სახარებაც უდიდესი საჩუქარია, იმიტომ რომ რა იქნებოდა ადამიანის ცხოვრება, თუ კი მას არ იქნებოდა ეს სარკე. თუ კი ადამიანი არ დაინახავდა საკუთარ თავს. და დღევანდელ სახარებას შეგახსენებთ. იყო ვინმე მდიდარი, რომელსაც დიდი მოსავალი მოუვიდა, იმდენი რომ ვეღარ დაატია ძველ სათავსოებში და ახლების აშენება მოინდომა და ააშენა, რათა შეენახა ეს უდიდესი სიმდიდრე. თავისთავად ეს არაფერი ამაში ცუდი, იმიტომ რომ მეურნე ადამიანი, უნარიანი მეურნე ადამიანი არის უდიდესი საუნჯე და უდიდესი ბედნიერება. ქვეყნის მთავარი ფუნდამენტი არის მეურნე ადამიანი და უნარიანი მშრომელი ადამიანი. ეს არის წყალობა, არაფერი არ იქნება ქვეყანაში, არც სტაბილურობა, არც ეკონომიკა, არც არაფერი არ იქნება. ყველაფერი კვდება, როდესაც ესეთი ადამიანები აღარ არიან. და სამწუხაროდ დღეს ჩვენ განვიცით ასეთი ადამიანების დეფიციტს. იმიტომ რომ ეს პერიოდი იყო ფაქტიურად ჩავარდნა, ეს უდიდესი პერიოდი, როდესაც ეს ამ გამოცდილების, ამ ტრადიციების უდიდესი ტრადიციები გაგვაჩნია. ხო, წარმოიდგინეთ, როგორი უნარები ქონდა. მე უბრალოდ ხშირად დაუჯერებელი არის რა, დაუჯერებელია, რომ მაშინ იმ ეპოქაში, როდესაც არსებობდა ინსტიტუტები, უნივერსიტეტები, მეცნიერებები და ასე შემდეგ, ადამიანებმა რას მიაღწიეს, რა შექმნეს? 500 ჯიშის ვაზი შექმნეს, არა? ესე იგი, კაი 500 თქვათ რეალურად უფრო ნაკლებია, მაგრამ რაც არის, ეს ხო არის უდიდესი სელექციის. ამ სელექციას ხო ჭირდებოდა უდიდესი გემოვნება. ამას ხო ჭირდება უდიდესი ცოდნა.
და წარმოიდგინეთ უბრალო გლეხს, ეს ხო ხდებოდა, აქ ხდებოდა. გლეხი აკეთებდა, ქართველი გლეხი აკეთებდა, ამას მიაღწია. ავიღოთ ეს, ავიღოთ თქვათ ხორბლის ქართული ჯიშები, რომელიც ასევე უნიკალური და უძველესია და ყველაფერი, რასაც კიდევდა ქართული არქიტექტურა, მისი არქიტექტურა, უნიკალური არქიტექტურა. ულამაზესი, რომელიც ტაძარჩენებლობაში და ასე შემდეგ ვითარდება და ყველაფერი, რასაც კიდევდა ხელს. ეს არის უნარიანი, შრომელი ადამიანის ხელებით შექმნილი და ამაზე იდგა საქართველო და ამაზე უნდა იდგეს და ამაზე დგას ყოველი ქვეყანა. მაგრამ ამ ადამიანს, რომელსაც ასეთი უდიდესი მოსავალი, რეკორდული მოსავალი მიიღო, მეორე ნაწილი ამ ამბისა უკვე არის არა პოზიტიური, არამედ სამწუხარო თუ ადამიანური თვალსაზრისით ეს სიკეთეა, არსებობს უფრო მნიშვნელოვანი თვალსაზრისი, ეს არის ღვთის ხედვა ადამიანისა. ჩვენ ადამიანურად ვაფასებთ, მაგრამ ღმერთი სხვანაირად გვაფასებს ჩვენ. აი მეორე ნაწილში უკვე ამ ადამიანის შეფასება არის მარადისობის თვალსაზრისით, როგორ უყურებს ღმერთი და ნახეთ, როგორ ფიქრობს ეს ადამიანი. მას შემდეგ რაც დააბინავა ლოგიკური იყო, რომ ადამიანს ეფიქრა, რომ ამ სიმდიდრეს დავხარჯავ სამშობლოსათვის, უმწევო ადამიანებისათვის, ქვეყნის განვითარებისათვის და ასე შემდეგ. და რაზე ფიქრობს ეს ადამიანი? ვჭამ, სვამ, ვიხარებთ და ვიშვებთ. ესე იგი, როგორი უკიდურესი დაცემა, უკიდურესი გაღარიბება გამოიწვია ამ ადამიანს. ესე იგი, ადამიანს ასეთი უნარი ჰქონდა, მაგრამ არ ჰქონდა სულიერი უნარი. არ ჰქონდა უნარი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ თუ ამას არ მოყვა სულიერი ხედვა ადამიანისა, ადამიანი რჩება მოტყუებული. იმიტომ რომ მთელი თავისი იმედი, მთელი თავისი სასოება დაამყარა აი ამ სიმდიდრეს. მთელი თავისი სიცოცხლე მხოლოდ ამით შემოსაზღვრა. და ამას ასეთ ადამიანს უწოდებს ღმერთი უგუნურს. და სარკია ეს ყველა ჩვენთაგანისთვის, იმიტომ რომ ვინც დაამყარებს სასოებას მხოლოდ მატერიალურზე და მიწიერზე საკუთარ თავზე, რომლის ინტერესები შემოიფარგლება მხოლოდ ხორციელი სიამოვნებით, ხორციელი არსებობით, ეს ცხოვრება არის უგუნურება და ეს მრავალი გვინახია ჩვენ, მრავალი ესეთი ადამიანი გვინახავს, რომელსაც სხვა ინტერესი საერთოდ არ გააჩნდა, ან მინავლებული იყო მისი სულიერი ინტერესი და უდიდეს წარმატებებს მიაღწიეს ამ ადამიანმა, უდიდესი გეგმები ჰქონდათ, მაგრამ ერთ წუთში, ერთ დღეში დამთავრდა ყველა ეს გეგმა, იმიტომ რომ მასზე დამოკიდებული არ არის მისი ცხოვრება, როგორც ამბობს დღევანდელ სახარების დასაწყისში, ამბობს მას ხო არის თქვენი სიმდიდრის სიმრავლეზე თქვენი ცხოვრება არ არის დამოკიდებული. სიმდიდრის სიმრავლეზე კი არ არის ცხოვრება, მაშ რაზეა დამოკიდებული ჩვენი ცხოვრება? ჩვენი ცხოვრება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მდიდრდებით ღმერთში. ერთადერთი სიმდიდრე, რომელიც არ ავნებს ადამიანს, რომელიც, იმიტომ რომ ამ სიმდიდრემ ნახეთ, უღალატა, მაშინვე უღალატა. მთელი ცხოვრება ამას შეალია, მთელი ცხოვრება იმედები ამაზე დასახა, მაგრამ მაშინვე უღალატა. რა უშველა, როდესაც მოადგა სიკვდილი მას უშველა იმან, რაც ყველაფერი გააკეთა და ეს უდიდესი უშველა მას, წაყვა მას, დაიცვა ადამიანი? თუ მთელი მისი ქონება სხვას დარჩა და სხვა გამოიყენებს მთელი ქონებას. და ცუდი ის არის, რომ ის სხვაც ვერ იყენებს მე ამ ქონებას. იმიტომ რომ ეს ხო მისი მოპოვებული იყო და სხვა არ მოუპოვებია.
ამან ხო იცოდა მაინც დაფასება ამის და სხვა ხო არ იცის. ხშირ შემთხვევაში ადამიანები უდიდეს სიმდიდრეს ქონებას ტოვებენ და ვისაც უტოვებენ, ისინი ვერ ინარჩუნებენ ამას და ანიავებენ. იმიტომ რომ ის უნარები ვერ გადასცეს მათ. მოტივაცია მოუკლეს იმ ადამიანებს, ვისაც ესე გადასცეს ეს უზარმაზარი საკუთარი სიმდიდრე. მოტივაცია მოუკლეს და ამით კი არ გაამდიდრეს ადამიანი, დაღუპეს ის ადამიანები. აი ქართველებს გვაქვს რა, ისე ვანებიურებ საკუთარ შვილებს, რომ კერპებია ჩვენი შვილები, არ ვაშრომებთ, არ ვაწვალებთ, ჩვენ კი წვალები და შრომით მოვიპოვეთ ყველაფერი, მაგრამ იმათვის არა. და ეს ხო დაღუპვა ადამიანის. იმას ხო არა აქვს უნარები თავის გატანის. და იმას ხო არა აქვს კონკურენციის, ის ხო ვერ გაუწევს კონკურენციას ადამიანებს. იმას ხო მოტივაცია არ აქვს ცხოვრებაში. და ამიტომ ერთადერთი სიმდიდრე, რომლითაც უნდა მდიდრდებოდეს, რომლითაც ადამიანი არასდროს არ უნდა კმაყოფილდებოდეს, ყოველთვის ისწრაფოდეს, ეს არის ღმერთში გამდიდრება, სულიერი სიმდიდრე, რომელიც არასდროს არ დატოვებს, ადამიანს არ მიატოვებს, განსასწრელი იქნება, სნეულება იქნება, ომები იქნება, კატაკლიზმები თუ სიკვდილი იქნება. სიკვდილის დროსაც არ ტოვებს ეს სიმდიდრე, რომელსაც ჩვენ ღმერთში მოვიპოვებთ. ღმერთში უნდა მდიდრდებოდეთ ჩვენ და ეს არასდროს არ უნდა წყდებოდეს. ყველაფერი ამის უკან უნდა იყოს, არაფერი არ უნდა გადაეფაროს ამას. არ არსებობს ცხოვრებაში ამაზე უფრო დიდი და მნიშვნელოვანი, ვიდრე ღმერთში გამდიდრება. როცა შენ არ მდიდრდები, არ იზრდები, არ აგროვე ღმერთში, ესე იგი შენ გაჩერებული ხარ, ესე იგი შენ უკან მიდიხარ. და ასე ამბობს მაცხოვარი, უგუნო რომ ამას ღამესა მოგიღონ სული შენი, ეგე რომელი მოამზადე ვისა იყოს. ეხლა ჩვენ კი გონია რომ ჩვენ არასდროს არ შეხვდება ეს და ეს რაღაც უცნაური ის აქვს ადამიანს, ამას რითი ხსნიან, სხვა ჩვენ გავიგეთ მეზობელი გარდაიცვალა, უცებ, ის თქვა ნაცსავი გარდაიცვალა, აი დღეს რომ ეხლა გავიხსენოთ თითქმის ყველას გვეყოლება ესეთი ვინმე, მაგრამ ადამიანს თავის თავზე რო ეგ მოხდება, ამას ვერ ფიქრობს. და ამას როგორ ხსნიან, იცით? ადამიანსო მარადისობის გრძნობა რო აქვსო, ამიტომ ფიქრობსო, რომ არასდროს არ მოკვდება. მაგრამ მარადისობის გრძნობა ის მარადიული სულისთვისებაა ეს და არა მისი ხორცის. ამიტომ ამის შეხსენება დეპრესიას კი არ იწვევს ადამიანში. ამის შეხსენება, რომ შენ მოგდავი ხარ და ყველაფერს დატოვებ და რომ სულისთვის უნდა იზრუნო, ეს პირიქით აფხიზლებს ადამიანს. და მხოლოდ ეს აფხიზლებს ადამიანს, რომ უფრო სერიოზულად მოეპყროს დროს, უფრო სერიოზულად მოეპყროს საკუთარ ცხოვრებას, საკუთარ სიმდიდრეს, საკუთარ საქმეებს, რომ გადააფასოს. ისე როგორც მიდის ეს ყველაფერი, ეს არ არის ნორმალური. ეს უნდა შეიცვალოს. და უნდა შეიცვალოს, განსულიერდეს უნდა. სულიერი კაცი უნდა გახდეს ადამიანი. სულიერი კაცი თუ არ გახდა ადამიანი, მთელი მისი ცხოვრება არაფრად არ ღირს. ეგრეცა რომელი იუნჯებს, ესე იგი, აი ესე მოუაო, აი ესე მოატყვილებსო, ეს ცრუ ღმერთი. ეს საწუთო არის ცრუ ღმერთი. რატომ არო ადამიანი ასე ემსახურება ამ ქვეყნიურობას, იმიტომ რომ ღმერთია ეს. წმინდანმა ამბობენ, ღმერთია საწუთო ცხოვრება. ღმერთია სიმდიდრე, ძალაუფლება, პატივმოყვარეობა, ღმერთია, ოღონდ ცრუ. და ცრუ ღმერთისთვის არის დამახასიათებელი ტყუილი. ის ატყვილებს ადამიანს. და ასე მოუაო ყველასო, ვინცო იუნჯებს თავისა თვისისა და არა ღმრთისა მიერ გამდიდრდებოდისო. ვინცო მხოლოდ საკუთარი თავისთვის აგროვებს ამას მიწიერი ცხოვრებისთვის, მხოლოდ მიწიერებაში ხედავს მის შინაარს, ცხოვრების შინაარს და რომელიც არ მდიდრდება ღმერთთან, ასე მოუაო. ამაში უდიდესი რეალობა, უდიდესი ტკივილია, უდიდესი ფხილება, მაგრამ არის უდიდესი გამოსავალიც. და გამოსავალი ეს არის
ღმერთის ძიება, ღვთისაგენ სწრაფა, ღვთის სიყვარული. ამბობენ, რა არისო სამოთხეო და როგორია სამოთხეო? არ ვიცითო ჩვენ რა უნდა ვისურვოთო ახლა სამოთხეო და მამეწმინდანები ამბობენ, სამოთხე არის ქრისტეო. ქრისტე კიდევ არის სახარებაში. აი ამით უნდა გამდიდრდეს ადამიანი. ქრისტეთი უნდა გამდიდრდეს ადამიანი. ქრისტეზე უფრო დიდი სიმდიდრე არ არსებობს დედამიწაზე. მასთან ურთიერთობაზე, ამაზე უფრო სასურველი, ამაზე უფრო დიდი, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ადამიანის სულისთვის არაფერი არ არსებობს. და ამბობენ, რომ ქრისტიანობა არ არისო რთულიო. და როგორ არ არისო რთული, წმინდანი ეუბნება, არ არისო ქრისტიანობა რთულიო, ეუბნება ადამიანსთან. როგორ არ არის ქრისტიანობა, მე ძალიან მიჭირსა და თუ შენ დაიწყებო ამის შესრულებასო, დაიწყებ სვლას ქრისტეს სიყვარულისკენო, ამას ისეთი ძალა ახლავსო, შენ არასდროს თავს ამას არ დაანებებ. ამიტომ თუ ცრუ ღმერთს აქვს ასეთი მიზიდულობა, ნამდვილ ღმერთს როგორი მიზიდულობა ექნება დებო და ძმებო. ვერც ერთი ბორკილი ცრუ ღმერთისა ვერ გაუძლებს ნამდვილი ღმერთის ჯაჭვებს და სიყვარულს და სიმტკიცეს. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გააკურთხოთ. მომავალ კვირას ხუთშაბათს, ხო? ხუთშაბათს არის ტაძრად მიყვანება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. ოთხშაბათს საღამოს 4 საათზე დაიწყება ლოცვა და დილით დაიწყება საღვთო ლიტურგია 9 საათზე. ჟამნობა 9 საათზე დაიწყება. ცოტა ადრე, 9 საათით ადრე.